ეს არის ჯოჯოხეთი, რაც აქ მოაწყვეს. 2019 წლიდან აქ რო აფეთქებები დაიწყო რკინიგზაზე, არავისი მონათხრობით, არავისი ჩემიდან პირდაპირ მე ვიყავი აქ და მოხუცი მამა მყავდა უვლიდი, ცუდად მყავდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. უვლიდი და ისეთი საშინელი ხმები იყო აფეთქებების დროს, რომ აი ალბათ ავადმყოფი ადამიანი ვარდებოდა ლოგინიდან, რასაც ქვია რა. აქ ამ ხელა სოფელი იყო, არანაირი მეწყერი, ეს ჯერ მეწყერიც არ არის, აი რა ის მეწყერია ეს. მეწყერი მიდის და მიაკ. აი ეს ვარდება. იქით ზემოთ სოფლებში ვაკე ადგილზე მეწყერი როგორ შეიძლება მოხდეს? მე ვაპირებდი აქაურობის ბაღნარად გადაქცევას. არა ბუნებამ და ვიღაცების არაკეთილსინდისიერმა ქცევებმა და ნებამ რა დღეში ჩაგვაგდო, რაღა უნდა გავაკეთო. ვერ მივატოვებ, ვერ წავალ აქედან, სადმე მაინც უნდა ახლოში ვიპოვო, რომ აქვე დედა, მამა, ბებია და ბაბუა მყავს, იმ სასაფლაოებს ვერ მივატოვებ. აქაურობას თუნდაც დანგრეულს უნდა შევხედო.